გამარჯობა, ეს TV პირველია, უყურებთ ახალ ამბებს 11-ზე. მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ. ვინ არიან კრიმინალური ბანდის წევრები, ვინც გუშინ მეტროში ხალხს სცემდა, მკვლელობით ემუქრებოდა და 3 ადამიანის ლიკვიდაციას გეგმავდა. შოკის მომგვრელი კადრების, გასაჯაროების და საზოგადოების პროტესტის შემდეგ გომელაურის უწყება იძულებული გახდა ეგრეთ წოდებული ზონდერების დაკავება დაედასტურებინა, თუმცა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით. გამოძიება არ დაინტერესდა ვისი მკვლელობის ორგანიზებაზე საუბრობდა აგრესიული ბანდა და არც იმ ჩანაწერებით, რომელიც ამ ფაქტს პირდაპირ ადასტურებს. გომელაურის უწყებამ ამ პირების ვინაობას ასაიდუმლებს და არ ამბობს, ვინ არიან კაცები შავებში, ვინც გუშინ პოლიციის თვალწინ ხალხს მეტროს ვაგონებში ცემდა და აქციის მონაწილეების მკვლელობაზე საუბრობდა. რა მუხლით დაიწყეს გამოძიება ამ საქმეზე, ნინო ხვედაშვილია პირდაპირ ეთერში. ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული ორივე პირი, ვინც მეტროში იძალა და ერთ-ერთ მოქალაქეზე და ძალადობა გააგრძელა ასევე რუსთაველის გამზირზე. ეს ადამიანები სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ფაქტობრივად აიძულეს, რომ სამართალდამღვრევები და მოძალადეები პოლიციას გაეყვანა ტერიტორიიდან. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 126 მუხლით არის დაწყებული გამოძიება, თუმცა სწორედ ეს ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ ამ გამოძიების ფარგლებში არ არიან ეს პირები დაკავებული, არამედ უბრალოდ ადმინისტრაციული წესით არიან გაყვანილები. არა და ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა, კარგად ისმის ამ ადამიანების განზრახვა, მოტივი, რომლებიც საუბრობდნენ, რომ გარკვეულწილად უნდა მომხდარიყო აქციის მონაწილეების მკვლელობა და ეს იყო მათ მიერ საუბრის დროს აღნიშნული. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ვიდეო ჩანაწერის შინაარსთან დაკავშირებით დამატებით განმარტება არ გაუკეთებია. ჩვენ ჩავწერეთ ასევე თვითმხილველი მოქალაქეები, რომლებიც მეტროს შემდეგ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს შეესწრნენ და ისინი ამბობდნენ, რომ როდესაც პოლიციას მიუთითებდნენ რეაგირებისკენ, პოლიციას თხოვდა, რომ თუ რაიმე სამართალდარღვევა დაინახეს, განცხადება დაეწერათ. მე იმ დროს მივედი უკვე რომ ნუ ესენი აქეთ იგინებოდნენ, ეს ქალები რატო იგინებოდნენ, იგინებითო და მოვიდა პოლიცია და პოლიცია მის მაგივრად რაღაც გაეყვანა და უწყო ქვემოთ ჩაყვანა. ნუ გავეკიდეთ ჩვენც. გააცილა ფაქტიურად პოლიციამ იქით და მე ჩემი ხმაც ისმის იქ რომ გაიყვანეთ მეთქე ხა ეგენ ეგრე იბორიალებენ მთელი საღამო თან მეტროში ვიღაც ცემეს და რა დააშავა ქალბატონო რომ გავიყვანთ თუ განცხადება დაწერეთო მაშინ ესე მითხრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავეები ამბობენ, რომ ის პროცესები, რაც განვითარდა მეტროში, რუსთაველის გამზირზე და პოლიციის ქმედებები, რეალურად მათი თქმით უმოქმედობა აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ძალადობრივ ჯგუფებთან სახელმწიფო არის გარიგებული, შესაბამისად ამიტომ ვერ ხედავენ მკაცრ რეაგირებას სწორედ მოძალადე ჯგუფების მიმართ პოლიციის მხრიდან, არა და ამბობენ, რომ მაშინ როდესაც აქციების განმავლობაში ვნახეთ რეპრესიები, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ყოველგვარი ფაქტობრივი მოცემულობის მტკიცებულებების გარეშე იჭერდნენ, მაგალითად სიტყვა რევოლუციის ხსენების გამო შესაძლო ადამიანები დააეკავებინათ. ამ შემთხვევაში მაშინ როდესაც არსებობს ვიდეო მტკიცებულება, მაშინ როდესაც არსებობს ვიდეო, სადაც ისმის შესაძლო მოტივი ადამიანების ლიკვიდაციის, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს და აკავებს ადამიანებს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით, მაშინ როდესაც ამ ბოლო 17 დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების დროს 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და მათ ბევრ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით აბსურდული ბრალდებებით, არარსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მაშინ როდესაც ამ შემთხვევაში ვიდეო მტკიცებულება არსებობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ გვიან ღამითვე შეეძლო ამ ვიდეოს ნახვა, ამ ორი პირის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული მუხლით.